გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს, დარც ჩვენთან. ჩვენ ვაგრძელებთ სერიას საჯარო გაშლების სიტუაცია პროგნოზი ვიდეო ნომერი 3, ანუ მესამე ადამიანისთვის, თქვენ უკვე ეკრანზე ხედავთ, რა თქმა უნდა. და ვნახოთ დღეს ვინ გვესტუმრა, ვის სჭირდება ჩვენი დახმარება. მაშ ასე ჩემოკარგებო, როგორც მეორე ვიდეოში გავაკეთე, მაინტერესებს კიდევ თქვენი გამოხმაურება, მოგწონთ თუ არა ამ სახით დახასიათება ადამიანის, ამას ვაკეთებ წინა ვიდეოში წავნიშნე კონსულტაციების დროს, როდესაც აინტერესებს სხვა პიროვნება 5 კარტზე, არ ვიცი ეს დამჩემ და ასე, ეს ჩვევა მაქვს, ამოვიღო 5 კარტი და აი რა უნდა მოხდეს, რომ დავამატო მე ერთი კარტი, მაგალითად ან 2 და ეს არც მახსოვს, თითქმის მე მგონი არ მომხდარა თუ ერთხელ. იმიტომ რომ 5 კარტი საკმარისზე მეტია ადამიანის დახასიათებისთვის, ეს არის ის, რაც თანდაყოლილი აქვს და რაც არასდროს არ იცვლება. ანუ გახასიათებთ თქვენ. შეიძლება თქვენი ახლობელი გაინტერესებდეთ და თუ ამ დახასიათებაში ამოიცანით, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. მაშ ასე ვისთან გვაქვს საქმე. გეტყვით რომ არის ახალი სული, ახალგაზრდა სული, არ არის აქ ბევრი ინკარნაცია გამოვლილი, ერთი ალბათ, მაქსიმუმ 2, ეს შეიძლება მეორე ინკარნაციაა. ბევრი ინკარნაციაზე მაჩვენებს ხოლმე უფროსი არკანები, მაღალი არკანები. ამ შემთხვევაში არ გვაქვს არც ერთი. ადამიანი არის ძალიან კომფორტული, თვითონაც უყვარს კომფორტი და არის კომფორტული იმ თვალსაზრისით, რომ კარგად შეგიძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა, ლაღი თავისუფალი ადამიანი ხართ. საკმაოდ მებრძოლი ბუნების, სტაბილური, კარგი მეგობარი, ცნობის მოყვარე, გიყვართ ყველაფერი სიახლე, არ გეზარებათ სწავლა, ყველაფერი გაინტერესებთ, ცოტა ეჭვიანობაც გახასიათებთ, მაგრამ ეს მე მგონი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ახასიათებს. აქ არ არის რაღაცა კატასტროფულ ზღვარზე მისული ეჭვიანობა და განცხრომა, უფრო განცხრომის სიამოვნების მოყვარული ადამიანი, ძალიან ემოციური, აქტიური. აქ შეიძლება ვიზუალზეც იყოს მინიშნება, რომ უფრო ქერაც სისფერთვალება ადამიანებზე, ჭრელი თვალებით, შეიძლება ღია წაბლისფერი თმებით, ძალიან ღია ხორბლისფერი, მორიჟაო ტიპები, რიჟას რასაც ვეძახით ხოლმე, მწითურები, უფრო სწორად მაპატიეთ ბარბარიზმისთვის. მოკლედ ძალიან ისეთი სასიამოვნო ადამიანი, ჩვეულებრივი, ერთ-ერთი ჩვეულებრივი სასიამოვნო ადამიანი, კარგ ადამიანზეა აქ ლაპარაკი, აქ რაღაც ისეთ ნეგატიურ თვისებებს ვერ ვხედავ, შეიძლება ცოტა სიზარმაცე გახასიათებდეთ დრო და დრო, რადგან აი განცხრომა, კარგი ცხოვრება, კომფორტი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი ჩაჯექთ იმ კომფორტის ზონაში, შეიძლება ერთი ადგილის აწევა დაგეზაროთ ხოლმე, სანამ აი უკიდურესი აუცილებლობა არ დაგიდგებათ. მგონი საინტერესო პიროვნებასთან გვაქვს საქმე და ვნახოთ აბა დღეს რაში დაგჭირდათ ჩემი დახმარება, ტაროს დახმარება, რა სიტუაცია გაქვთ, რის გამოც უყურებთ საჯარო გაშლას და ვნახოთ მე რა თქმა უნდა პროგნოზს და ხელები, ვაი, ხელები ამტკივდა, თანაც ორივე ეს იშვიათად ხდება, ვნახოთ რა ხდება და თვალებიც ამიჭრელდა. ძალიან საინტერესო ეს უსიამოვნო ნიშანია ჩემთვის მინიშნება, უსიამოვნოა, მაგრამ ვნახოთ აბა რა სიტუაციაში ხართ. რაც ვიჭრე ჩემოკარგებო, ეს კლავების ტკივილი გამიკვირდა თან ორივე რატო ამტკივდა მეთქი, ზოგადად როდესაც ნეგატიური ჩარევაა გარეშე, ან რაღაცა ეს მაგიასთან გვაქვს, უარყოფით მაგიასთან რა თქმა უნდა, საქმე
მაშინ მტკივდება მომენტალურად ხელი, როდესაც დასტას ვიღებ ხოლმე პირადი კონსულტაციების დროსაც ესე მემართება. მაგრამ აი ორივე ხელი რო ამტკივდა, ამ შემთხვევაში სხვა რამის ნიშანი აღმოჩნდა. აი ფიზიკურ დაღლილობაზეა ლაპარაკი, არ ვიცი ხელები რატო გტკივათ, მარჯვენა განსაკუთრებით შეიძლება ხელებით გიწევთ მუშაობა, ან სულაც რაღაცა ეს დღეებია გტკივათ იმის გამო რაღაცა მძიმე ტვირთი ატარეთ, ყოველ შემთხვევაში რომელიღაცა თქვენგანს უეჭველი, აი რატოღაც ხელები, აი ძალიან მეტყინა ხელები და თუ რამე ისეთ სამუშაოს ასრულებთ, რომ ძალიან აქტიურია თქვენი ხელები და ან რაიმე დანადგარებთან გაქვთ საქმე, ცოტა სახიფათო ეს დანადგარებთან ფრთხილად იყავით, შეიძლება ეს გაფრთხილებაც იყოს. აი ძალიან ამტკივდა ორივე ხელი. საკეთებამდე ტკივა. მადლობა ღმერთს, აქ მაგიაზე და ჩარევებზე არ არის ლაპარაკი, სიტუაციას ახლა უფრო დავაკონკრეტებთ, გავიგებთ, აქ რაღაც მოლოდინები გაქვთ, აქ რამოდენიმე პიროვნებაა ჩარეული, შეიძლება თქვენი ოჯახის წევრები, რაღაც საქმის წამოწყებაზეა შეიძლება ლაპარაკი და ბოლო სიტყვა ქალბატონს იმპერატრიცას ეკუთვნოდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ნახოთ რისი მოლოდინი გაქვთ, შეიძლება ახლა ყველასთვის სხვადასხვა იყოს, მაგრამ მაინც მიახლოებით შევეცადოთ გავიგოთ რა მოლოდინზეა ლაპარაკი, მაგრამ აი აქ არის ჩართულობა სხვა ადამიანებისაც, რაღაც უფრო წამოწყებაზეა ლაპარაკი, ახალი საქმის წამოწყებაზე, ფაქტიურად დაწყებულია თითქოს ეს პროცესი გაშვებულია, რაღაც მოქმედებები და манипуляციები ჩატარებულია იმისთვის, მაგრამ რაღაცაში თითქოს შეიძლება პასუხსაც ელოდებოდეთ, რაღაც გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, რაღაც საქმე წამოიწყეთ, იაქტიურეთ და აი შედეგს ელოდებოდეთ. ნახოთ, მაინც მინიშნება მიახლოებით რაზეა ლაპარაკი. ну აქ არ ვიცი შემოკარგება ოჯახის წევრებზეა ლაპარაკი თუ ხალხმრავალ კოლექტივზე, აი ესეთი შეგრძნება რჩება, რაღაცა გაგეხარდებათ და იმედია მეც ენა რო დამებმევა ყოველთვის ესე მომდის. რაღაცა მოლოდინი გაქვთ, როგორ ვთქვა, უფრო ზუსტად, უფრო მარტივად რო აგიხსნათ, რაც დათესეთ, აი რეალურად შეიძლება ვიღაცამ მიწის ნაკვეთი დაამუშავა, დაიწყეთ, წამოიწყეთ საქმე ახლობლებთან ერთად და მოსავალის აღებას ელოდებით. აი პირდაპირ მნიშვნელობით ვიძახი. შეიძლება ის მოსავალზე, როგორი მოსავალი გექნებათ, როგორ დააბინავებთ ამ მოსავალს და გავუკეთებთ რეალიზაციას, ძალიან ბევრი რამე იყოს დამოკიდებული და შეიძლება თქვენი მომენტ აქ ბევრი ადამიანია ჩართული, ელოდებით შედეგს, აი თითქოს უკვე წინასწარ აგემოვნებთ კიდევაც იმ დღესასწაულს, რომელიც მოყვება აი ამ ყველაფრის წარმატებით დასრულებას, აქ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და არა მარტო ერთი ადამიანის. და თქვენც რა თქმა უნდა მონაწილე ხართ წამომწყები და მოთავე თუ არა ამ იმის და პასუხისმგებელი პირი, ერთ-ერთი მონაწილე ხართ ამ სიტუაციის. აქ კოლექტივი ჭრელია, ქალი, მამაკაცი, ახალგაზრდა, აქ ასაკი და სქესი არ არის მნიშვნელობა, არის ხან ჩანს, რომ აი მამაკაცების კოლექტივია ხშირი და რაღაც შეიძლება კონკრეტულ პროფესიას იყოს მინიშნება, ან ქალების კოლექტივი თუ არა, აქ არის შერეული, აქ არის მუშაობა, აქ არის რაღაცა ახალი შესწავლა, პლუს რაღაცა ისეთი ტექნოლოგიებია, დანადგარებია, შეიძლება თქვათ სულ სხვა პროფესიის ადამიანი ხართ და სხვა ისეთ რაღაცას მოკიდეთ ხელი, რაც თქვენს პროფესიასთან ახლოსაც არ არის, მაგრამ აქ არის სწავლაზეც ლაპარაკი, შესწავლილზე, რაღაცა, არ ვიცი, კარგი პირი უჩანს ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც აკეთებთ, აქ არ არის არანაირ არაწესიერ გზებზე, რაღაცა კრიმინალურზე, ვიღაცისთვის რაღაცის წართმევაზე და ასე შემდეგ, მართლა დაგვიფაროს. პატიოსანი შრომით, ჩადებული, თქვათ, შეიძლება თუნდაც თანხებით, თამაში დაბანდებული თანხებით, მაგრამ ბევრი შრომაც გაქვთ თქვენ თვითონ გაწეული ამ ყველაფრისთვის და ელოდებით შედეგს. ვნახოთ მაშინ პროგნოზი როგორი იქნება შედეგი, ხა ვისთვისაც გასაგებია, ის უკვე მიხვდებოდა რა თქმა უნდა რაზეა ლაპარაკი, ძალიან იშვიათად, მაგრამ ხანდახან მეც ვითხოვ ხოლმე გამოხმაურებას და ალბათ დრო მოვიდა რომ მეც რაღაცები ვისწავლო და შეგახსენოთ ხოლმე რომ დაწეროთ კომენტარი, გამომეხმაუროთ, მოიწონოთ ვიდეო და გადააზიაროთ თუ გაქვთ ამის სურვილი და საშუალება
და ეს იქნება ენერგიის გაცვლა. აი ეს მეც უნდა ვისწავლო, მეც რაღაცებს ვსწავლობ პიროვნება. აი ძალიან ძნელია შეიცვალოს ადამიანი, მეც არ ვიცვლები ამ ასაკის უკვე, მაგრამ აი რაღაცებს ვსწავლობთ და მეც დროა ვისწავლო ის, რომ გთხოვოთ ხოლმე გამოხმაურება და აქტიურობა, რადგან უბრალოდ საწყენია, როდესაც ვზივარ ამდენ დროს ენერგიას ვხარჯავ. ამ ვიდეოს მერე დამუშავება უნდა, მერე ატვირთვა უნდა, იქ მონტაჟი უნდა და ამ დროს აქ თქვათ 2000 ნახვა, 3000 ნახვა, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები გააჩნია, ხო და ამ დროს 100 მოწონება არა და იქ ანალიტიკა მაჩვენებს, რომ რა ხანგრძლივობით უყურებენ, საიდან უყურებენ, ქალი უყურებს, მამაკაცი უყურებს, მიახლოებით 100-ს საჩვენებენ, იქ რა თქმა უნდა, როგორც არიან დარეგისტრირებულები, ხანგრძლივობა წუთების რამდენ ხანს უყურებენ და ფაქტიურად გამოდის, რომ უყურებენ უმრავლესობა ბოლომდე, ესე იგი ისმენენ, ესე იგი იღებენ ინფორმაციას და კომენტარს ვინჩივის ელემენტარული, აი თითის დაწყაპუნება, რომ მანიშნოს, რომ ხომ მოვისმინე და მადლობელი ვარ. ამის გამო არასდროს არ მახასიათებდა ეს ის და ხა წამოვიდა გულიდან საწყენია სხვის გაშლებსაც უყურებ, ძალიან მაგარი პროფესიონალების, მით უმეტეს თუ ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც მოსახლეობა ძალიან დიდია და წარმოიდგინეთ, ყავთ 200.000 გამომწერი, 400.000 გამომწერი, ზოგი მილიონზე წავიდა და ამ დროს ნუ 100.000-ობით ნახვები ვიდეოს და ნახავდა 2000 მოწონება. ამ დროს ძალიან მაგრები არიან და აღფრთოვანებული რო არ ისეთი ტაროლოგები არიან და ამ დროს აი ესეთი ის გამოდის რა ამ ხალხს ძალიან ბევრს ახასიათებს უმადურობა და იმედია რომ ამას გადავეჩვევით და მადლიერი ვიქნებით ყოველთვის ყველაფრისთვის თუნდაც იმ დაკარგული წუთებისთვის და დროისთვის რომლებსაც ადამიანები თავისი ცხოვრებიდან გვითმობენ რაღაც ისეთი მონოლოგი გამომივიდა გულიდან წამოსული მაგრამ ნახოთ ახლა პროგნოზი ამ სიტუაციის ჩემოკარგებო ტყუილად არაზრუს არაფერს არ ვამბობ და რაღაცა პასუხიც ალბათ იქნება აი ამ ჩემ მონოლოგში პროგნოზთან დაკავშირებით. რა კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გაგაფრთხილოთ ჩემოკარგებო. აი ეს თქვენი მოლოდინი თუ სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, ამას გულისხმობ. ძალიან ფრთხილად იყავით. თუ ვინმეს ხელი მიუწვდება თქვა თქვენს ანგარიშებზე, თქვენს ფინანსებზე, აქ ანაზღაურებაზეა, თქვენი შრომის ანაზღაურებაზეა ლაპარაკი და ვიღაც თითქოს შეეცდება ისარგებლოს თქვენი შრომით და თქვენი შრომის ნაყოფით და ეს ადამიანი არ არის უცხო თქვენთვის, თქვა ახალი გაცნობილი ან თანამშრომელი ან კომპანიონი და ასე შემდეგ ეს ადამიანი არის თქვენი შინაური თითქოს რაღაც არჩევანის წინაშეც დაგაყენებენ რაღაცა გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით ანუ როგორც ჩანს პროგნოზი აქვს აი შედეგთან დაკავშირებით სასურველ შედეგს მიიღებთ ანუ რა შრომაც გაწიეთ, რა დანახარჯებით გაწიეთ, ენერგია, დრო, ყველაფერს ამოიღებს ის შედეგი, რასაც ელოდებით, მაგრამ ვიღაც ხელის მოთმობას მოინდომებს თქვენი წარმატებით და მოინდომებს ძალიან უნამუსოდ, ძალიან ცუდად, ეს იქნება თქვენთვის ტრაგედია, ეს ძალიან დიდხანს დეპრესიაში ჩაგაგდებთ. ამიტომ ჩემოკარგებო, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და შინაურ მტერს უფრთხილდით. ბჭყალებში მოყვარეს. და არავის არ მისცეთ საშუალება ისარგებლოს, თქვათ, თქვენი ანგარიშებით, თქვენი ხელმოწერით, თქვენი სახელით მივიდეს სადმე და ასე შემდეგ სიტუაცია აკონტროლეთ, თორემ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. და ისე შეიძლება გამოვიდეს, რომ მე სასამართლო იქ რაღაცა დავები და ასე შემდეგ. ჩემოკარგებო, აი
ის მონოლოგი ტყუილად არ წამიკითხია, როგორც ჩანს ვიღაცას ეს იმედია იქნება ერთი შემთხვევა და ვისთვისაც არის ეს ინფორმაცია გამიზნული, ის მიხვდება უეჭველი, რაზე ვლაპარაკობ, უბრალოდ ვიზე ვლაპარაკობ. უმადური ადამიანი ყავთ ვიღაც ახლოში. ძალიან უმადური ადამიანი, შეიძლება ფეხზე დააყენეთ, შეიძლება თქვენ აჭმევთ, ასმევთ, აცმევთ, უამრავი სიკეთე გაქვთ გაკეთებული, მაგრამ როდესაც აი ამ საქმიდან გამომდინარე, საქმე იქნება წარმატებული. თქვენ კიდე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ და უფრო მეტად გაშლით ფრთებს თუ მხრებს, ეს ადამიანი მოინდომებს თქვენი წარმატებით და თქვენი ფინანსებით, თქვენი კეთილგანწყობით, თქვენი მდგომარეობით, ბოროტად სარგებლობას და ეს ძალიან გატყეთ გულს. რაკი ესეთი გულის ტყივილი და ესეთი დარტყმა დავინახე, კარტების დავაგებაც არ მინდოდა მაგ იდაზე, რომ ეს მშვენიერი პროგნოზი, რაც დავინახე, რომ ამდენი შრომა, ამდენი გაწია ადამიანმა და აი უნდა აიღოს მოსავალი და უცბად ესეთი დარტყმა რაშია საქმე მეთქი და როგორც აღმოჩნდა ვიღაცა მოინდომებს თქვენთვის თქვენი წარმატებით საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას და ეს იქნება რაკი ესეთი დარტყმა და ესეთი მტკივნეულია იქნება ძალიან ახლობელი და მათ ჩვენ ეს წლის 6-იანი ხშირად ბავშვობის მეგობრებზე, სტუდენტობის, სკოლის ან ახლო ნათესავზე, თანატოლზე, რომელიც ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ასეთ ადამიანზე მიანიშნებს ხოლმე და ძალიან ფრთხილად იყავით, რომ ესეთი დარტყმა არ მიიღოთ ცხოვრებისგან. გამგები გაიგებს, შეიძლება უკვე მიხვდით კიდევაც ვიზია ლაპარაკი და იმედია, რომ ჩემი მისია წარმატებით შევასრულე, გაგაფრთხილეთ და რაღაც ხიფათისგან დაგიცავით. მე კი ველოდები გამოხმაურებას, რამდენად მოგწონთ ესეთი ფორმატი, თუ ვინმე ამოიცანით ის პიროვნება, ახლა ვინც ვიგულისხმე და გაგაფრთხილეთ და დაწერთ, რომ ვიცანი, მადლობელი დაგრჩებით, იაქტიურეთ და ბევრი სიურპრიზი მექნება თქვენთვის.